ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ერთდროულად დაკარგეს თავიანთი მთავარი საპრდენი ევროპაში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა წააგო არჩევნები თავის ოპონენტ პეტერ მადიართან, რომელიც სულ 2 წლის წინ მისი თანამოაზრე იყო. შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კრემლის ბოლო დიდი მოკავშირე ევროკავშირში, რომელიც არაერთხელ ბლოკავდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობდა სანქციური სიებიდან კრემლთან დაახლოებული პირების ამოღებას და ბოლო მომენტამდე აგრძელებდა ნავთობისა და გაზის შეძენას რუსეთის ფედერაციაში. მაგრამ ძალაუფლება ძალიან ძიმედ დაკარგა. კრემლში შეშფოთებით აკვირდებიან, როგორ მოიქცევა უნგრეთის ახალი ხელისუფლება, ხოლო აშშ-ში უკვე განაცხადეს, რომ ეს იყო ლიბერალების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ფინანსის ჯორჯ სოროსის ორგანიზაციამ ხელში ჩაიგდო ხელისუფლება. როგორც გახსოვთ, ვიქტორ ორბანიც სოროსის წინააღმდეგ გამოდიოდა, რომელიც შეგახსენებთ ეროვნებითაც უნგრელია. მოკლედ, მოდით ახლა ამ თემას განვიხილავთ. კერძოდ, რა პოზიციები დაკარგეს რუსეთმა და აშშ-მ უნგრეთის არჩევნების შემდეგ. მე ალექსეი პეჩუარ, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. და ასევე გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამის არხი. ლინკი მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ შევაჯამეთ წინა გამოშვებას, თუ შემთხვევით გამოტოვეთ იგი. იქ მე ვთქვი, რომ კვირას ჩატარებულ არჩევნებზე ფსონები წარმოუდგენლად მაღალი იყო ცენტრალური ევროპის ქვეყნისთვის, რადგან ეს ძლიერ იმოქმედებს მის საგარეო პოლიტიკაზე. ორბანი ახლო მოკავშირე იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომლის მაგა მოძრაობამ ღიად დაუჭირა მხარი უნგრეთის ანტიმიგრანტულ ქრისტიანულ ნაციონალისტურ რეჟიმს, როგორც მმართველობის მოდელს. ერთ-ერთ წინა გამოშვებაში მე ვსაუბრობდი ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა აშშ-ის ორბანიზაცია. როდესაც ტრამპმა მართვის ზოგიერთი მეთოდი ვიქტორ ორბანისგან ისესხა. ტრამპი პირადად ჩაერია კამპანიის ბოლო დღეებში. ჯეი-დი უენსი ბუდაპეშტში გაგზავნა და დაჰპირდა, ციტატა: აშშ-ის მთელ ეკონომიკურ ძალას გამოიყენებდა უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად, თუ ორბანი გაიმარჯვებდა. მაგრამ ეს არ დაეხმარა და ეს მარცხი ტრამპისთვისაც მარცხია. გარდა ამისა, ვიქტორ ორბანი ვლადიმირ პუტინის ყველაზე ახლო პარტნიორი იყო ევროკავშირის შიგნით. თბილ ურთიერთობებს ინარჩუნებდა მაშინაც კი, როცა რუსები უკრაინას შეიჭრნენ. მისი გადაყენება მოხდა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობდა არჩევნებში ჩარევას, რამაც კრემლს მთავარი მოკავშირე დააკარბინა და მოსკოვს გაურთულა შესაძლებლობა ევროპა შიგნიდან გაეღო, რაც ორბანის დროს საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. ხოლო უკრაინისთვის ვიქტორ ორბანი უფრო მოწინააღმდეგე იყო. ორბანი არაერთხელ ბლოკავდა ან აყოვნებდა ევროკავშირის დახმარებას კიევისთვის და გამოდიოდა სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების წინააღმდეგ. მან უკრაინა თავისი საარჩევნო კამპანიის ცენტრად აქცია, ბრალსდებდა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის უნგრეთის ოპოზიციასთან და ევროკავშირთან შეთქმულებაში, რათა უნგრეთი ომში ჩაეთრიეთ. მაგრამ საბედნიეროდ უნგრელები არ წამოეგნენ ამ რუსული კარისკაცის სისულელეს. გარდა ამისა, უცნაურია, მაგრამ ვიქტორ ორბანი წლების განმავლობაში კონფლიქტში იყო ბრიუსელთან, სამართლის უზენაესობის, მიგრაციისა და დემოკრატიული ნორმების საკითხებზე. თუმცა ევროპის კავშირის დატოვება არ სურდა. რადგან ევროკავშირი ვიქტორ ორბანს ფინანსურ დახმარებას აძლევდა, რადგან ევროკავშირის დაფინანსების გარეშე ორბანი დიდხანს ვერ გაძლებდა. მისი დამარცხება ახლა გზას უხსნის უნგრეთისა და ევროპის კავშირის ურთიერთობების გადატვირთვას და შეიძლება გააძლიეროს ერთიანობა უმნიშვნელოვანეს საკითხებში, სანქციებიდან დაწყებული, უსაფრთხოებით დამთავრებული. ეხლა ყველაზე მეტად ვიქტორ ორბანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას კრემლში განიცდიან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კრემლის ბოლო დიდი მოკავშირეა ევროპის კავშირში, რომელიც ძალიან ეხმარებოდა კრემლს, პირადად ვლადიმირ პუტინს და ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. ორბანის პარტია ფიდესი დამარცხდა და გასულ შაბათ-კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც რეკორდული თითქმის 80%-იანი აქტივობით ჩატარდა. 1990-იან წლებში შექმნილმა პარტია ფიდესმა პარლამენტში მხოლოდ 199-დან 55 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოპოზიციურმა პარტია ტისამ 138 მანდატი მიიღო. ეს კონსტიტუციური უმრავლესობა. შედეგად 45 წლის პეტერ მადიერის ხელმძღვანელობით მოქმედმა პარტია ტისამ, რომლის ლიდერი პეტერ მადიერის სხვათა შორის ადრე ვიქტორ ორბანის პარტიის წევრი იყო, კონსტიტუციური უმრავლესობა ჩამოაყალიბა. 62 წლის ვიქტორ ორბანმა, რომელიც 2010 წლიდან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, დამარცხება ავიარა. და ის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა
მაშინვე მიულოცეს პეტერ მადიარს გამარჯვება. საინტერესოა ისიც, რომ ვიქტორ ორბანმა თავისი პოლიტიკური კარიერა 1980-იან წლების ბოლოს დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირი ევროპაში იშლებოდა. მან საბჭოთა ჯარების უნგრეთიდან გაყვანისკენ მოუწოდა და ცნობილი გახდა 1958 წელს დახვრეტილი ანტისაბჭოთა აჯანყების ლიდერების გადამარხვის ცერემონიაზე წარმოთქმული ემოციური სიტყვით. საერთოდ ის იყო ანტიკომუნისტი, ანტისაბჭოთა მოღვაწე და ასე შემდეგ. 1998 წელს, 35 წლის ასაკში, ვიქტორ ორბანი უნგრეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა. 4 წლის შემდეგ მან ძალაუფლება დაკარგა, მაგრამ უკვე 2010 წელს კვლავ სათავეში ჩაუდგა მთავრობას. და მაშინ ვიქტორ ორბანი იყო ასეთი ღია ლიბერალი, ანტიკომუნისტი. მაგრამ მეორე ვადაში 2010 წლიდან ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა კურსი ისეთი მოდელის აშენებაზე, რომელიც განსხვავდება თანამედროვე ევროპული მოდელისგან. გააძლიერა ეკლესიის როლი სახელმწიფოში და ცდილობდა აბორტებზე შეზღუდვების დაწესებას. ასევე იბრძოდა LGBT თემის წინააღმდეგ. რუსეთის შეჭრის შემდეგ ვიქტორ ორბანი აყონებდა და ვეტოს ადევდა სანქციების პაკეტებს რუსეთის წინააღმდეგ და აგრძელებდა ნავთობისა და გაზის შეძენას რუსეთისგან. მათ შორის საბჭოთა კავშირის დროს აშენებული დრუჟბას მილსადენით. და Financial Times-ის მონაცემებით კრემლი ცდილობდა ვიქტორ ორბანს ხელისუფლებაში დარჩენაში დახმარებოდა. სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილი იყო კამპანია, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურ ქსელებში ვიქტორ ორბანის ძლიერი ლიდერისა და მეგობრების მქონე ადამიანის იმიჯის გავრცელებას. და როგორც ნახეთ, ვიქტორ ორბანის ამ მეგობრების მთელი ქსელი მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად გამოაშკარავდა. ორბანს საჯაროდ ხარი დაუჭირა არა მხოლოდ კრეუმმა, არამედ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ. ორბანის მხარდასაჭერად უნგრეთში არჩევნების წინ ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტიც ჯეიდი ვენცი, რომელმაც აღფრთოვანება გამხატა ვიქტორ ორბანით, რომელიც მისი თქმით იბრძვის უნგრეთის სუვერენიტეტისთვის. და შემდეგ მან დააფირდა უნგრეთსა და აშშ-ს შორის ოქროს ხანას, თუ ორბანი არჩევნებში გაიმარჯვებდა. ამავე დროს კრემლის სტრატეგია ასევე მოიცავდა საინფორმაციო თავდასხმებს მის მთავარ ოპონენტებზე, პარტია დისაზე, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობდა. მაგრამ საინტერესოა, რომ მადიარის კამპანია ძალიან გონიურულად იყო ორგანიზებული და მე მიკვირდა, მაგრამ მადიარის გუნდი ახერხებდა დეზინფორმაციის გადაჭერას და წინასწარ აცხადებდნენ, რომ ეხლა მოხდებოდა დეზინფორმაცია. ეს თუ რამეა, კრემლის ხელი იყო. და შემდეგ ეს დეზინფორმაცია ან იშლებოდა, ან მართლაც ხდებოდა, მაგრამ უკვე განსაკუთრებულ გავლენას აღარ ახდენდა ამ მრჩეველზე. მაგრამ ეს ყველაფერი ამაოდ იყო. ფიდესმა არჩევნების შედეგებით კიდევ უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე რამდენიმე კვირით ადრე ჩატარებული გამოფიტვები აჩვენებდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ვიქტორ ორბანისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიარტოს რეგულარული კონტაქტების დეტალები კრეუმთან, ორბანი ვლადიმირ პუტინთან საუბარში საკუთარ თავს თაბუთან ადარებდა, ვლადიმირ პუტინს კი ლომთან და გპირდებოდა ყველაფერს გააკეთებდა კრემლის მხარდასაჭერად. ეს ის იყო, რომ იქ კიდევ აიზოპეს ზღაპარი გაახსენდა, სადაც თაგვმა ლომს დაეხმარა ბადიდან გამოღწევაში, ხოლო ლომმა მანამდე სწორედ ამ თაგვს აპატია. სიარტომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან კონფიდენციალური მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც ევროკავშირის შიგნით გაიმართა, დაუკავშირდა გადასცემდა ინფორმაციას და ასევე კრემლის თხოვნით ეპირდებოდა, რომ მიაღწევდა სანქციების მოხსნას მილიარდერ ალიშერ უსმანოზე. მადიარინ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და შემდეგი სიტყვები თქვა, ციტატა. ჩვენი ქვეყანა ისე ცხოვრებას სურს. მას სურს კვლავ იყოს ევროპული ქვეყანა. ფონიაში ხალხი სკანდირებს, რუსევო სახლში დაბრუნდით და მადიარი აგრძელებს. უნგრეთი კვლავ გახდება ძლიერი მოკავშირე ევროკავშირში და ნატოში. თუმცა ხაზგასმით ვამბობ, თავად მადიარმა არ გამორიცხა კონტაქტები კრემლთან ენერგორესურსების მიწოდების გამო, მაგრამ ამაზე უფრო დეტალურად წინა გამოშვებაში ისაუბრა. და სხვათა შორის, მეგობრებო, თუ თვლით, რომ ამ YouTube არხის მუშაობა სასარგებლო და საინტერესო, მოგიწოდებთ ფინანსურად დაუჭიროთ ხარი ამ არხის მუშაობას, ნებისმიერი დონატით ან სპონსორობით. აი მაგალითად 50 გრივნა, ეს დაახლოებით $1. ამიტომ ყველა ბმული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში და მადლიერი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისთვის. მოსკოვმა საინტერესოა უკვე ჩამოწერა ვიქტორ ორბანი და როგორც დღეს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეზიდენტმა დმიტრი პესკოვმა, ციტატა, ჩვენ ველით რომ გავაგრძელებთ ჩვენ საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოვისმინეთ მადიარის განცხადება დიალოგის მზადყოფნის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნება როგორც მოსკოვისთვის, ასევე ბუდაპეშტისთვის. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ უნგრეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებით, როგორც ევროპის ყველა ქვეყანასთან.
ჩვენ ვიცით, რომ ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობაში სამწუხაროდ ჯერ ურთიერთობაზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ რუსეთი დიალოგისთვის ღია. საინტერესოა, რომ ამავე დროს აშშ-ში ვიქტორ ორბანის დამარცხებაზე ცოტა უცნაურად რეაგირეს. დონალდ ტრამპი და ჯეი-დი ვენსი დუმან კომენტარს არ აკეთებენ. სამაგიეროდ სიტყვა აიღო ილონ მასკმა. ფინანსის ჯორჯ სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში. ამის შესახებ განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, როცა სოროსის ვაჟის ალექსანდრეს პუბლიკაციას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გამოეხმაურა. კერძოდ სოროსის ვაჟმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ხალხმა ოპოზიციური პარტია ტისას გამარჯვების შემდეგ თავისი ქვეყანა დაიბრუნა. როგორც ალექსანდრე სოროსმა დაწერა, მტკიცე უარმყოფა ფესვ გადმული კორუფციისა და უცხოური ჩარევის ახლა დასრულდა. და შესაბამისად უნგრეთმა გააკეთა თავისი არჩევანი იმისთვის, რომ ეს კორუფცია და უცხოური ჩარევა აღარ ყოფილიყო. აღნიშნა, რომ თავად ვიქტორ ორბანი ყოველთვის გამოდიოდა ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ. ერთ-ერთი საარჩევნო კამპანია სწორედ ამაზე იყო აგებული. თითქოს სოროსი მოსყიდავს რაღაც საშიშ ლიბერალებს, რომლებიც მოდიან ცდილობენ არა მხოლოდ ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორებას, არამედ უნგრეთის განადგურებასაც. აი რა არის საინტერესო. არჩევნების წინ კრემლის წყაროებმა განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში ვიქტორ ორბანის დამარცხებისთვის მოემზადნენ. თითქოს რუსეთის კონტროლირებად მედიაში გადაწყვეტეს ეს წარმოიჩინათ როგორც ფერადი რევოლუცია, რომელიც ევროკავშირმა განახორციელა. მართალია, საბოლოო სურათი ასე არ დაემთხვა. უნგრეთში არც მაიდანი ყოფილა და არც რევოლუცია. ამასთან პუტინს აცნობს, რომ მარსში დამნაშავე თავად ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი არიან. თითქოს რუსეთის მხარდაჭერითაც კი მათ ვერაფერი შეძლეს და წააგეს. ხო და შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანი თავის დროზე ხელისუფლებაში რამდენიმე წლის პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ ჯერჯერობით მისი დაბრუნების შანსები არ ჩანს, რადგან მას სრულად წაართვეს ხელისუფლება. მაგრამ როგორც ამბობენ, ვნახოთ. აქ წერტილებს დავაყენებ. მეგობრებო, თუ ფიქრობთ, რომ ეს გამოშვება საინტერესო და სასარგებლოა, შეგიძლიათ ამ YouTube არხის მუშაობა თქვენი დონაციით ან სპონსორობით YouTube-ზე დაუჭიროთ მხარე. ეს ვიდეოს ქვემოთ პირდაპირ დააჭირეთ სპონსორობის რილაქს. ან ფასიანი გამოწერით. ზოგადად ამ ვიდეოს აღწერაში უამრავი ვარიანტია, თუ როგორ შეგიძლიათ ამ YouTube არხის მუშაობას დაუჭიროთ მხარე. აირჩიეთ ნებისმიერ, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია. მე მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ან დაასკანერეთ თქვენს ეკრანებზე გამოსახული QR კოდი, ესეც მოსახერხებელი გზაა. გამოიწერეთ Telegram არხი Patchy News-ი, რა თქმა უნდა არ დაგავიწყეთ ამ YouTube არხის გამოწერაც. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნვეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.